დეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ კარდიოლოგიურ კლინიკაში რჩება, როგორია სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირდაპირ ჩართვა სამედიცინო დაწესებულებიდან რამდენიმე წამში. საქართველოს სერიოზული გამოწვევების წინაშეა, თუმცა ყველაფერს აკეთებს ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობისთვის. პრემიერი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. დღეს ბორჯღალოსნები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი საზოგადოებრივი შემოგთავაზებს თამაში 3 საათზე დაიწყება. მოგესალმებით, მუშაობას იწყებს პირველი არხის საინფორმაციო სამსახური. ახალ ამბებს 12 საათისთვის თამარ ფიროსმანიშვილი გაგაცნობთ. დეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ კარდიოლოგიურ კლინიკაში რჩება, სასულიერო პირი მკურნალობის კურსს განაგრძობს. დეკანოზს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. გუშინ გიორგი მამალაძე კლინიკაში სახალხო დამცველმა და მისმა ადვოკატებმა მოინახულეს. დეკანოზის სამედიცინო დაწესებულებაში ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხიდან 2 დღის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. მარიამ ქურდიანი იმყოფება კლინიკასთან. მარიამ, რას აცხადებენ ექიმები, როგორია დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა? დეკანოზი გიორგი მამალაძის მკურნალი ექიმების განმარტებით დეკანოზის მდგომარეობა ამ დროისათვის არის სტაბილური. ის გადმოიყვანეს კლინიკაში 2 დღის წინ გულის უკმარისობის პრობლემებით, თუმცა რიგი გამოკვლევების შედეგად, როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა გაგვიცხადა, მას არ აღენიშნება გულის პრობლემები და მას აქვს მარჯვენა ფილტვის პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება. შესაბამისად, მისი მკურნალი ექიმის განმარტებით მიმდინარეობს კიდევ დამატებითი კვლევები და დეკანოზი გადის შესაბამის მკურნალობას, რაც შეეხება სხვა გარემოებებს კარდიოლოგიურ ცენტრთან. ამ დრომდე მიღებული არის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, სასჯელ აღსრულების სპეციალური ქვედანაყოფები იმყოფებიან პაციენტის პალატასთან და იცავენ დეკანოზის უსაფრთხოებას. გამოერცხა მწვავე დაზიანება მიოკარდიუმის და შემდგომ კვლევებმა პრინციპში გამორიცხა ორგანული დაზიანება გულის საერთოდ და ცხელების დადღინდა ცხელების მიზეზი. ერთ-ერთი ეს არის მარჯვენა მხრივი პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება და მიმდინარეობს შესაბამის მკურნალობა, რომელშიც ჩართული არიან პულმონოლოგები, ინფექციონისტები. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოკვლევებს უკვე მეორე დღეა, რაც უტარებენ მისი მკურნალი ექიმის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გადაიყვანენ პაციენტს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. მადლობა მარიამ, ეს მარიამ ქურდიანი იყო. პრემიერ-მინისტრი დეკანოზის დაკავების საკითხზე დამატებით კომენტარს აკეთებს. კვირიკაშვილის განმარტებით სამართალდამცა უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც განახორციელეს. როდესაც ასეთი ნივთიერებით პიროვნება პატრიარქთან მიემგზავრება, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ მივიღოთ შესაბამისი ზომები, აცხადებს პრემიერი. უსაფრთხოების და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერ მოხდება საგამოძიებო მასალების გამოქვეყნება. რეზონანსულ საქმეს საზოგადოების ნაწილის და ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან საკმაოდ უსამართლო და არაადეკვატური რეაქცია მოხდა, აცხადებს პრემიერი კვირიკაშვილი. საქმე საკმაოდ რეზონანსულია და არის ძალიან გრძნობიარე საკითხი. სამართალდამცა უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელეს. ანუ მხედველობაში მაქვს როგორც დაკავება, ასევე გამოძიების გაგრძელება. გამომდინარე საქართველოს ეკლესიის როგორც სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციისადმი ნდობის შენარჩუნების კუთხით და ასევე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეკლესიის ერთიანობა. ჩვენ მაქსიმალურად დღემდე ვცდილობთ თავი შევიკავოთ მასალების გამოძიების მასალების გამოქვეყნებისაგან. ასევე ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, მას ექნება შესაბამისი პოზიცია ამ საკითხის თაობაზე. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც მას გააჩნია და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
გასაჯაროვდება თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურ საქმეში მტკიცებულებების სახით არსებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ჯერჯერობით უცნობია, როგორც პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე განმარტავს, საგამოძიებო უწყებამ საპატრიარქოს წარმომადგენლებს უკვე მისცა შესაძლებლობა მასალების ნაწილს გაცნობოდა. პროტოპრესვიტერი არც იმას გამორიცხავს, რომ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საქართველოში დაბრუნების შემდეგ წმინდა სინოდის ხდომის მოწვევა გახდეს საჭირო. მტკიცებულებების თემაზე განმარტება გაკეთა პროკურატურაში, სადაც ამბობენ, რომ ჩანაწერთა ნაწილი შესაძლოა კათოლიკოს პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გასაჯაროვდეს. საგამოძიებო უწყებამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გიორგი მამალაძემ მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. გუშინ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს წარმომადგენლების პრემიერის და პროკურატურის მიერ გაკეთებული ბოლო შეფასებების შემდეგ ინტერნეტ გამოცემებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მთავარმა პროკურორმა პოსტი დატოვა. გავრცელებულ ინფორმაციას მალევე განცხადებით გამოეხმაურა მთავარი პროკურატურა, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი შოთაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. და დღის სხვა მთავარი თემები. სერიოზული გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ყველაფერს აკეთებს, რომ იყოს ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დისკუსია სახელწოდებით ევრაზიის გამყოფი ხაზები მიუნხენის უსაფრთხოების 43 კონფერენციის ფარგლებში შედგა. პრემიერ-მინისტრმა რეგიონულ თანამშრომლობაზე, როგორც სამხრეთ კავკასიაში სტაბილობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმზეც ისაუბრა. დისკუსიისას გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ნატოსა და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. შექმნილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, პროცესში ჩართულია EU-თო ევროკავშირი და გაერო, თუმცა სამწუხაროდ რამდენიმე წელია ძალიან მცირე, თითქმის არავითარი შედეგის მიღწევა არ მოხერხდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ კონტინენტის მასშტაბით სტაბილურობის შესანარჩუნებლად ტერიტორიული ხელშეუხებლობაა უმთავრესი და რომ ქვეყნების საზღვრების გადასინჯვა ძალიან სახიფათო წამოწყებაა. ჩვენ მივიღეთ მდგომარეობა, როცა ჩვენს ტერიტორიაზე აღმართული გვაქვს ღობეები, თითქმის ყოველ დღე აკავებენ ეთნიკურ ქართველებს ეგრეთ წოდებული საზღვრის შემთხვევით გადაკვეთის გამო. ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას ერთმევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. მიუხედავად ჩვენი ღრმად კონსტრუქციული და თანმიმდევრული მიდგომებისა და ნაბიჯებისა, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, რამაც ეკონომიკის დარგში გარკვეული შედეგები მოგვიტანა, არავითარი პროგრესი არ შეინიშნება პოლიტიკის მიმართულებით. მოქმედებს ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებები აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან. აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი და სამხედრო სისტემები ერთიანდება შესაბამის რუსულ ადმინისტრაციულ სივრცეში. ეს პროცესი გრძელდება. რამ შეიძლება უშველოს ამ მდგომარეობას, სამწუხაროდ ამაზე პასუხი არ მაქვს. ერთადერთი თეორიული პასუხი, რომელიც შეიძლება გაგცეთ, არის ცივილიზებული ერების ერთობლიობა მსგავსი საფრთხეების წინააღმდეგ. ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება არ გახლავთ. ეს ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალურ საჭიროებებს, საქართველოს შიდა რეფორმირების დნმ-ს განსაზღვრავს. ჩვენ გვჯერა, რომ მივეკუთვნებით ნატოსა და ევროპულ ოჯახს. ჩვენ ძალიან თანმიმდევრული, მიზანმიმართული ვართ, ამავდროულად არ გვაკლია მოთმინების უნარი. ჯერა, რომ ერთ დღეს საქართველოს მიეცემა შესაბამისი შესაძლებლობა. ამ გზაზე ჩვენ თანმიმდევრულობასა და თავდადებას ვინარჩუნებთ და ამავდროულად ზედმიწევნით კონსტრუქციულები ვრჩებით. ჩვენი გზავნილი შემდეგია. ნებისმიერი ორგანიზაციის წევრობა ემსახურება არა ვინმეს წინააღმდეგ ჩვენს მტრულ განზრახვას, არამედ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჩვენ სუვერენიტეტის რეალიზება გვსურს. ეს კი სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება მიეკუთვნებოდეს რომელიმე კავშირს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღწეულ პროგრესს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით შესაბამისი განცხადება მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. პრემიერმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სავიზო ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
ტელეკომპანია რუსთავი 2 ისევ საპროტესტო რეჟიმში მუშაობს. არხს მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს და აქციისთვის ემზადება. არ მაუწყებლობს მარაო და კომედი არხი გათიშულია ტელეკომპანიის ვებგვერდით. რუსთავი 2 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ უნდა გამოიტანოს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება. საკუთარი უფლებების დასაცავად ტელეკომპანია საპროტესტო აქცია დაგეგმა მხარდაჭერ აქცია სამოქალაქო სექტორის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილით შეუერთდება. საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის აქტიურ თანადგომას უცხადებდა მედია საშუალებებს, ბუნებრივია მათ შორის უპირველეს ყოვლისა რუსთავი 2-ს, იმიტომ რომ ის არაერთხელ იყო გარკვეული საფრთხის ქვეშ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. დღესაც ძალიან რთული სანახავია, როდესაც აქტიური კრიტიკული ტელევიზიის სიუჟეტების ნაცვლად ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ შავ კვადრატს და ძალიან დიდი იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ყველა პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია რუსთავი 2-თან, მოგვარდება ისე, რომ არ დაზარალდეს ტელეკომპანია, არ დაზარალდნენ ჟურნალისტები და მათ თავისუფლად მოღვაწეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. თოვლისა და ძლიერი ყინვის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ისევ მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ქუთაისის ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ნაქერალას უღელტეხილზე კი გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 2 და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. იგივე შეზღუდვა მოქმედებს უწერა შოვის მონაკვეთზე. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი ჯვარი მესტიის და ქუთაისის წყალტუბო ცაგერი ლენტეხის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბელიანი ნახევრად მისაბელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ასევე რთული მდგომარეობაა ბათუმი ახალციხის კოდა ფარცხისი მანგლისი წალკა ნინოწმინდის და ახალციხე ნინოწმინდის საავტომობილო გზაზეც. ამ ნაწილზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. და გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით ვაგრძელებთ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მედიას აკრიტიკებს. ფლორიდაში სამადლობელი კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს მედია საშუალებებმა ხალხის მოტყუება განაგრძონ. ისინი ხდებიან კორუფციული სისტემის ნაწილი, ამბობს ტრამპი. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად ასეთმა მედია საშუალებებმა მისი დამარცხება მაინც ვერ შეძლეს. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თქმით, რუსეთმა საერთაშორისო არენაზე საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ პენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი მოსკოვთან დიალოგისთვის საერთო საკითხებს იძიებს, თუმცა ამერიკა რუსეთისგან მინსკის შეთანხმების დასვას მოითხოვს. მაიკ პენსმა ასევე ისაუბრა ნატოზე და ალიანსის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. ერაყის არმია მოსულის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების ოპერაციას იწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, არმიისთვის მთავარი ამოცანა პირველ რიგში ტერორისტებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოხსნა იქნება. მოსულის მცხოვრებლების უფლებების დაცვას მოითხოვს გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებს საკოორდინაციო კომიტეტი ვარაუდობს, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შედეგად ქალაქის დატოვებამ 400,000-ზე მეტ ადამიანს მოუხდება, რაც ლტოლვილების ახალ ნაკადს წარმოშობს. ერთი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა ბელგიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად. 14 დაშავებული ამ დროისთვის მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავარია. ინციდენტის გამო ლევენის რაიონში მატარებლების მიმოსვლა დროებით შეწყვეტილია. ლტოლვილების მხარდასაჭერად ბარსელონაში სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ომით დაზარალებული ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღებას მოითხოვენ და ხელისუფლებას ამ პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. ესპანეთს 2015 წლის შემდეგ 17,000 ლტოლვილი უნდა მიეღო, რეალურად კი დემონსტრანტების განცხადებით მხოლოდ 1100 იმიგრანტი ჰყავს მიღებული. და დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ითამაშებს. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ნახევარფინალური შეხვედრა ბასილაშვილსა და ყაზახ მარტინ კუკუშკის შორის. პირველი სეტი წინა ორი შეხვედრის მსგავსად ბასილაშვილმა სეტპოინტით 7-6 მოიგო. მეორე სეტში კი მოწინააღმდეგე 6-1 დაამარცხა. ბასილაშვილის მეტოქე ფინალურ შეხვედრაში იქნება ამერიკელი ჩოგბურთელი ჰარისონი.
პორტუგალოსნები კი დღეს გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან ევროპის მეორე ტურის მაჩის წინ. გერმანიის და საქართველოს ნაკრებებმა რუსთავში ბოლო წინა სამატჩო ვარჯიშები უკვე გამართეს. ორივე გუნდის რიგებში რამდენიმე ახალბედა მურაგბე ირიცხება. შეხვედრა დღეს 15 საათზე რუსთავში გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას თვალი შეგიძლიათ პირველ საზოგადოებრივზე ატემოთ. რეჟისორი ილდიკო ენიადი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია ოქროს დათვი უნგრელ რეჟისორს ფილმისთვის სხეულსა და სულზე გადაეცა. საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდოს სკანდალურ ფინელ რეჟისორს აკი კაურისმიაკის გადაეცა 6 წლიანი შემოქმედებით პაუზის შემდეგ ბერლინში სურათმა იმედის მეორე მხარე დიდი ინტერესი გამოიწვია. ფილმი სირიული ყოლვილის და ფინელი მოვაჭრის ამბავზე მოგვითხრობს. საუკეთესო მსახიობი ქალი მიიხი გახდა, ხოლო მამაკაცი ჯორჯ ფრიდრიხი. ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ალან გომისის ფელისიტემ ფესტივალის მთავარი პრიზების ოქროს და ვერცხლის დათვის წლევანდელი ლაურეატების გამოვლენაში პოლ ვერჰოვენს საერთაშორისო ჟიურის 6 წევრი დაეხმარა. მომბე 12 საათზე ამით დასრულებულია. გმადლობ ყურადღებისთვის, ნახვამდის.